ნინო ყამბეგაშვილი ქართულ-გერმანული ასოციაციის ეკონომიურ და კულტურულ სფეროში თავმჯდომარე და დამაარსებელი ქალაქ ფრანკფურტში უკვე დაახლოებით 7 წლის მანძილზე არსებობს ეს არასამთავრობო ორგანიზაცია ფრანკფურტში. უკვე ამ წლის მაისის თვეში გერმანულ დელეგაციასთან ერთად ვიმყოფებოდით თბილისში და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით განვახორციელეთ რეგიონალური მუსიკალური სკოლების მხარდაჭერა. ანუ ნიშნავდა ეს იმას, რომ ჩამოვიტანეთ მუსიკალური ინსტრუმენტები, ჩავატარეთ მასტერკურსები, აურჩეთ ბავშვები ფრანკფურტში სკოლაში წასაყვანად, ანუ 1 ოქტომბერს გვესტუმრებიან რეგიონებიდან ბავშვები, მცხეთიდან, გორიდან, ქუთაისიდან, ფოთიდან, საჩხერედან და თბილისიდან და ისინი შეისწავლიან გერმანულ ენას და ჩავტარდებათ მასტერკურსები მუსიკის გაკვეთილებში. ეს ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია და ბავშვებს ძალიან უხარიათ. სამომავლო გეგმები მდგომარეობს იმაში, რომ დღეს არასრულწლოვანთა კოლონიაში, აბჭალაში შეგვაქვს, ანუ იქნება პირველი გაკვეთილი იქნება მუსიკალური სკოლა გავხსენით უკვე ივლისში. შენობა დასრულებულია, ინსტრუმენტებიც უკვე ჩამოტანილია და დღეს იქნება 3 საათზე პირველი გაკვეთილი კოლონიაში და ხვალ ვინაიდან და რადგანაც მე ვაპირებდი ასოციაციასთან ერთად აფხაზეთში შესვლას და იქ აგრეთვე ბავშვების დახმარებას და მე გერმანიაში წაყვანას აგრეთვე ვერ ხერხდება დღესდღეობით დაძაბული პოლიტიკური სიტუაციის გამო გადავწყვიტეთ, რომ დავეხმაროთ დევნილ ბავშვებს თბილისში, ლტოლვილებს. ხვალ გაიმართება 5 საათზე ბავშვების კონცერტი, აგრეთვე ინსტრუმენტები გადაეცემათ და ბავშვები აირჩევიან საერთაშორისო კონკურსზე ფრანკფურტში წასაყვანად ოქროს კლავიშზე, რომელსაც უკვე 7 წელიწადია უმართავ ქალაქ ფრანკფურტში. მათ ვაფინანსებთ ჩვენ და ზე კიდევ ანუ 25 სექტემბერს იქნება აზერბაიჯანელი ბავშვების მხარდაჭერა ახუნდოვის მუზეუმში ქალბატონ ლეილა ალიევთან, ანუ დირექტორთან ერთად მოვაწყოთ ეს ცერემონიალი, აგრეთვე ბავშვების მხარდაჭერა, მუსიკალური ინსტრუმენტების გადაცემა და აგრეთვე ბავშვების არჩევა ფრანკფურტში წასაყვანად. ანუ ესე იგი ივლისში, როდესაც ინსტრუმენტები ჩამოვიტანე, მაშინ მხარდაჭერა იყო სასჯელ აღსრულების სამინისტროს მხრიდან, ანუ საერთო პროექტი იყო მაშინ. რაც ახლა სკოლის გახსნას, ახლა გაკვეთილების ჩატარებას ეს ფინანსდება ყველაფერი გერმანიის მხრიდან, ანუ მასწავლებლების ჰონორარი, ყველაფერს ვიხდით ჩვენ. ანუ ამ წლის იანვარში ვიმყოფებოდი ავღანეთში, ქალაქ ქაბულში. ნატოს დევიზით, იმიტომ რომ ნატომი გააშენა პირველი და ალბათ უკანასკნელი ერთადერთი მუსიკალური სკოლა ბავშვებისთვის, სახელწოდებით ანიმი და იქ ბავშვებს ვასწავლედი, უტარებდი გაკვეთილებს და აგრეთვე კონცერტს უკრავდი და ამითი რა თქმა უნდა ბავშვებს ძალიან ვეხმარებოდი და მოვიწვიეთ აგრეთვე ავღანეთიდან 2 ბავშვი პირველად ავღანეთის ისტორიაში კლასიკური მუსიკის კონკურსზე მიიღო ავღანელმა ბავშვმა მონაწილეობა, სადაც უკრავდა ბახის მუსიკას და ეს არის თავისთავად ძალიან აღსანიშნავი მომენტი და ჩემი ავღანეთში ყოფნისთვის აგრეთვე მოვინახულე ქართველი ჯარისკაცები და ამ მონახულების შემდეგ მათი შვილები, რომლებიც პიანინოზე უკრავენ, მოვიწვიეთ ფრანკფურტში მაისის თვეში, სხვათა შორის თავდაცვის სამინისტრო ამოგვიდგა მხარში და ბავშვების ფრენა და აფინანსა, მისთვის ბატონ ირაკლი ალასიანის უღმეს მადლობას ვუხდი და გავუმართეთ კონცერტი, სადაც ჯარისკაცების შვილები, ქართველი ჯარისკაცების შვილები, ავღანელები და გერმანელი ბავშვები ერთად მუსიცირებდნენ ფრანკფურტში და ძალიან წარმატებულად ჩაიარა ამ პროექტმაც. რეგიონებში ვიმყოფებოდით, როგორც ჩამოვთვალე, ესე იგი მცხეთაში, გორში, ქუთაისში, ფოთში და საჩხერეში, როგორც მოგახსენეთ, ჩემ კოლეგებთან ერთად ვიყავი ჩასული, ნოტები ჩავიტანეთ დიდი რაოდენობით საჩუქრად, ახალი ნოტები, აგრეთვე ინსტრუმენტები, ბავშვებს ჩაუტარეთ ღია გაკვეთილები, ავარჩეთ ბავშვები ამ რეგიონებიდან, სხვათა შორის
მერები ამ რეგიონებიდან აფინანსებენ ბავშვებს ფინანსურად, აგრეთვე კულტურის სამინისტრო უჭერს მათ მხარს და მე გერმანიაში ვახვედრებ ყველაფერს, რომ ამ ბავშვებმა ამ სკოლაში 10 დღის მანძილზე მიიღონ მონაწილეობა. 9 ოქტომბერს გვექნება დახურვა ამ სკოლის ამ სემინარების, სადაც ბავშვები გამართავენ საჩვენებელ კონცერტს და ველოდებით ამ კონცერტზე სხვათა შორის ბატონ გურამ ოდიშარიას კულტურის და ძაღლთა დაცვის მინისტრს, რომელიც ამ დროს იმყოფება წიგნების გამოფენაზე და იქნება ჩვენი სტუმარიც აგრეთვე ჩვენთან სკოლაში. დიახ, ვინაიდან და რადგანაც შენობაში იყო რემონტი, დღეს ვატარებ პირველ გაკვეთილს. და რა ინტენსიური იქნება ეს გაკვეთილი? გაკვეთილები იქნება კვირაში 3-ჯერ. დიახ, ბავშვები უკვე ჩვენ ვიცით, ვისაც ანუ რომელი ინსტრუმენტის დაკვრა უნდა, ჩვენ ვასწავლით, ანუ ესეთი კონსერვატორ მკაცრ მუსიკის გაკვეთილებს არ ვატარებთ, ანუ ბავშვებს, ვისაც რა სურვილი აქვს, ელექტრონულ გიტარაზე დაკვრა, ბას გიტარაზე დაკვრა, ტამტამზე დაკვრა, სინთეზატორზე დაკვრა, ამას ვასწავლით და კვირაში 3-ჯერ, როგორც მოგახსენებთ, გერმანული სტილის გაკვეთილები იქნება, თითო ბავშვს ავატარდება 9 საათიანი გაკვეთილი. ინდივიდუალური გაკვეთილები იქნება. ისიც ამდენადაც ვიცი ჯერჯერობით 12, ანუ ისედაც ღვთისწყალობით ბევრნი არ არიან კოლონიაში. 40-დან უკვე 12 ბავშვი ეს მიმაჩნია, რომ უკვე დიდი წინსვლა და დიდი დაინტერესებაა და მე ვფიქრობ, რომ ეს ისეთი სასიკეთო საქმეა და ეს მათ დაეხმარება სამომავლო პიროვნების ჩამოყალიბებაში, რომ ისინი იქიდან რომ გამოვლენ, იქნებიან სხვანაირი ადამიანები და აღარ ჩაიდენენ რამე ცუდ დანაშაულს. ანუ ელექტრონული გიტარა, კი, ელექტრონული გიტარა, ბას გიტარა, აკუსტიკური გიტარა, სინთეზატორი, ანუ ელექტრონული პიანინო, ტამტამი, დასარტყამი ინსტრუმენტები და ვოკალი სიმღერა. და გვინდა სამომავლოდ გეგმავთ, რომ მე ჩამოვაყალიბოთ, ანუ 6 თვე იქნება ჯერ ეს გაკვეთილები. ბავშვებს ვთხოვთ, რომ მათ ეს ნამდვილად სერიოზულად მიიღონ, რომ შეისწავლონ ინსტრუმენტები ძირფესვიანად, იმისათვის, რომ მე ჩამოვაყალიბოთ ჯგუფი, ანუ ბენდი, ეგრეთ წოდებული და ციხეში აქვთ არაჩვეულებრივი ტერასა და გვინდა, რომ საზაფხულოდ გავმართოთ open air კონცერტი, სადაც ბავშვები ჩვენნაირ მუსიკოსებთან ერთად გააკეთებენ კონცერტს. პედაგოგები მე ალბათ მაქვს იმის უფლება რომ დავასახელო ვინ იქნება პედაგოგი. ანუ ჩვენ მოვუწევთ არაჩვეულებრივ ქართველი მუსიკოსი ტატო ჯინჯიხაძე, რომელიც უკრავს აი ამ ზუსტად ამ ყველა ინსტრუმენტს პარალელურად და ის ჩაატარებს ჯერჯერობით ამ გაკვეთილებს, თუმცა ის შემპირდა მე რომ მოძებნის დამხმარე ძალებსაც, რომელსაც შიგადაშიგ შეიყვანს ხოლმე და მე შემატყობინებს ის როგორი განვითარება ექნება და მეც რა თქმა უნდა ჩამოვალ ხოლმე და მექნება ყოველთვის კონტროლი ამ სიტუაციაზე, როგორ ვითარდება ყოველივე. პროექტი ჯერჯერობით 6 თვიანია, გააჩნია როგორი სურვილი იქნება მერე, შემდეგში, ანუ შეგვიძლია ნებისმიერ წუთს განვაგრძელოთ და განვვრცოთ. ძალიან დიდი გეგმა გვაქვს განსახორციელებლად დასახული სამომავლოდ დიასპორის სამინისტროსთან ერთად. ვაპირებთ ფრანკფურტის ცენტრალურ კომერცბანკთან ერთად განვახორციელოთ ქართულ-გერმანული ეკონომიური და კულტურული ფორუმი, სადაც მოწვეული იქნებიან ქართველი და გერმანელი დიდი ინვესტორები ამ ფორუმზე. და ამითი გვინდა გავაკეთოთ ის, რომ დავეხმაროთ ქართულ ეკონომიკას, არა მარტო კულტურას განვითარებაში, ანუ განვახორციელოთ, ანუ განვავითაროთ ურთიერთობები საქართველოსა და გერმანიის შორის ეკონომიკური და თქვენ იცით, რომ სტატისტიკურად გერმანია არის საუკეთესო პარტნიორი საქართველოს დღესდღეობით და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფორუმი იქნება, რომელსაც 2014 წლის მარტში გეგმავთ. ანუ ჯერჯერობით ვცდილობ მე რომ კულტურის სამინისტროსთან მოლაპარაკებაში ვარ ჯერჯერობით რომ იქნება მათ ფრენა დაუფინანსონ თუ არა და ამ ყველაფერს გერმანიის მხარე აიღებს თავის თავზე რომ ანუ ფრენის და ცხოვრება თავისთავად იქ სასტუმროში და ყვება და იქ ტრანსპორტი რა თქმა უნდა და ნუ სწავლაც რა თქმა უნდა თავისთავად აი ახლა რეგიონებიდან მიყვავს 6 ბავშვი და რაც შეეხება კონკურსს ოქროს კლავიშზე წაყვანას, გეკმავთ
დაახლოებით 11-12 ბავშვს, რომელიც ჩამოვა ფრანკფურტს. და ეს ყოველწლიურად უკვე 6 წლის მანძილზეა ვაკეთებთ ამას და ყოველ წელს იღებენ. და ეს კონკურსი რატომ არის ესეთი მნიშვნელოვანი, რომ ამ კონკურსზე ჩვენ ვცდილობთ დავაახლოვოთ კრიზისული ქვეყნებიდან ბავშვები ერთმანეთს, ისეთ კრიზისული ქვეყნებიდან როგორც არის ისრაელი, არაბული ქვეყნები, იგივე როგორც არის რუსეთი, საქართველოს ეს დაძაბული ურთიერთობები ბავშვებში რომ ჩავსახოთ კლასიკური მუსიკით სიყვარული, რომ სამომავლოდ ეს კონფლიქტები აღარ არსებობდეს. ამისთვის ხათა შორის დიდი მადლობას ვუხდი ბატონ ირაკლი ღლონს თანადგომისთვის, ზუსტად იგივენაირი მიზნებით მოძრაობს და მუშაობს და ბატონ ირაკლი მოგახსენებს ალბათ თავის ორიოდენ სიტყვას, რასაც გეგმავს და მოგესალმებით უპირველეს ყოვლისა, მე მინდა აღვნიშნო, რომ ქალბატონი კამბეგაშვილი ეს გახლავთ ქართველი ემიგრანტი, რომელიც წლების განმავლობაში ცხოვრობს და საქმიანობას ახორციელებს საზღვარგარეთ, ამ შემთხვევაში გერმანიაში და მე მინდა მას მადლობა გადაუხადო ასევე ჩამობრძანებულ სტუმარს, ბატონ შტეფან ფაუს და კეთილის სრულებულის როლს ჩვენ ქვეყანაში. მე ბევრს ვერ დავამატებდი, ქალბატონ ნინომ საკმაოდ კარგად ჩამოყალიბა, უბრალოდ საზოგადოებას მინდა გავაცნო, რომ ქალბატონ ნინო ახორციელებს საქმიანობას საქართველოში და ცდილობს ხარდაჭერას საქართველოს ნიჭის თქვა წარმოსაჩენად განვითარებისთვის ახალგაზრდებისათვის ეს გრძელდება წლების განმავლობაში და ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე ხაზი მინდა გაუსვა ემიგრანტთა ჩართულობას, სწორედ ქალბატონ ნინოსნაირი ადამიანები ყოველთვის ცდილობდნენ ყოფილიყვნენ საქართველოს გვერდით, ქართველი ახალგაზრდების გვერდით და ძალიან დიდი მადლობა მინდა პირველ რიგში თქვენ გითხრათ, დიდი მადლობა უთხრა ასევე თქვენ გვერდით ყველა მყოფ ქართველს და ზოგადად მე მინდა ვთქვა ჩემი მოსაზრება და ჩვენი ორგანიზაციის საზოგადოებრივი ინიციატივების გაერთიანების ცენტრის მოსაზრება გითხრათ, რომ ეს ყველაზე დიდი ინიციატივაა და ვფიქრობ, რომ ამ ინიციატივებს ჭირდება სოლიდარობა საზოგადოებისგან, სოლიდარობა ვთქვა სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებელი ორგანოებისგან, რომ ქართველ ემიგრანტებს ვისაც გააჩნიათ შესაძლებლობები, ეს იქნება ინტელექტუალური, მატერიალური და სხვა კუთხით, მათ აქვთ განსაკუთრებული სიყვარული, მათ აქვთ განსაკუთრებული თქვა ნოსტალგია საქართველოს მიმართ და მიეცეს საშუალება, რომ გარკვეული პროექტები განახორციელონ საქართველოში. მე მინდა მადლობა უთხრა ყველა იმ თქვენ მხარდაჭერ და ჩამოთვლილ ორგანიზაციებს, ის იყო თავდაცვის სამინისტრო, კულტურის სამინისტრო, გისურვოთ წარმატებები და ჩვენი ორგანიზაცია საზოგადოებასთან ერთად საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა დარწმუნებული ვარ, მხარს დაუჭერს თქვენს მისაღებ ამ ძალიან კარგ პროექტებს. მადლობას გითხრით. საქართველოში ამ პროექტების განხორციელებისათვის და მადლობას ვუხდით ზოგადად ყველა ემიგრანტს თქვენი სახით, რომელიც საქართველოს სიყვარულს არ კარგავს და თქვა ნოსტალგიიდან გამომდინარე ცდილობს, რომ მაქსიმალურად ბევრი გააკეთოს საკუთარი სამშობლოსათვის. ვიდრე თქვა საკუთარი სამშობლო მათ შესთავაზებს უკეთეს პირობებს საცხოვრებელი თუ სამუშაო, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მაქსიმალურად ბევრი დიდი კომუნიკაცია უჭირდება ამ ადამიანებთან, მათ აქვთ განსაკუთრებული თქვა ცოდნა, გამოცდილება დაგროვილი და ეს ჩვენი ქვეყნისათვის, ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის ნებისმიერი მიმართულებით იქნება კულტურული, ბიზნეს სექტორი, ტურიზმი ნებისმიერი მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან მისასალმებელია. კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით თქვენ მობრძანებისათვის და ქალბატონ ნინოს თავის სტუმართან ბატონ შტეფანთან ერთად. მადლობას გიხდით. Hello, good afternoon. Yeah, I'm sorry I don't speak Georgian, so. Should I answer in English or Deutsch? Okay. Also ich komme aus Frankfurt, wo Nino auch herkommt, und ja, bin jetzt den zweiten Tag hier in Georgien. Habe das eigentlich schon viele Jahre vor, denn Nino und ich, wir kennen uns schon viele, viele Jahre. Und ზედანი ნოპოდი ხანია ქიანიც ვიცნობთო და ესო დიდი ხნიდან დავხო უკვე ჩანაფიქში რომ ჩამოწევს საქართველოს საკუთრება შეგვიძლია მაგრამ საერთოდ was war die Frage nochmal? Ja, es sei denn, kannst du bitte sagen, dass du unsere Mitglied bist? Ja.
Ja, wie bereits erwähnt, wir kennen uns schon viele Jahre und als Nino mit dem Vorschlag kam, vor einigen Jahren diese Association zu gründen, war ich sehr interessiert daran, denn ich denke, Kultur, Musik ist ein wesentlicher Bestandteil, um Menschen aus verschiedenen kulturellen Hintergründen mit verschiedenen sprachlichen Hintergründen zusammenzubringen und zu einem besseren Verständnis zu führen. Und warum du hier bist, sagst du, dass wir diese Projekte halt zusammen... Ja. Ja. Dass du eine Mitglied von unserem Verein bist und diese Projekte mitmachen. Ja. Und zukünftige Pläne mit Georgien machen. Ja, Nino hat ja ein reichhaltiges Kulturprogramm hier. Ich werde daran teilnehmen und sie hat mich eingeladen. Vielen Dank nochmal. Und ich denke, dass es gut ist, diesen Verein hier zu repräsentieren, zusammen mit Nino. Das ist eine große Freude und nochmal vielen Dank für die Einladung. Რასთან ემახარებსა და მიხარია ის ზუსტად ჩვენი ასოციაცია, რადგან ქართული გერმანულია რომ პრეზენტირება გავუკეთოთ საქართველოში და საქართველოს ძალიან ბევრი კარგი საქმე გავაკეთოთო და ამიტომაც ზუსტად ვარო დღეს აქტუალიზაციას უნდა მომწესო, რომ აი ამ ყველა პროექტში რაც იმის განხილული აქვს, ასოციაციის პრეზენტაცია მოვახდინოთ და ამ პროექტის ხარი დავუჭიროთ. მადლობა. ომას მადლობა.